აა, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 45. თანაბრად ბრუნავით ცილინდრების დამაკავშირებელ ღვიძლზე მონიშნულია A წერტილი, რომელი გრაფიკი გამოსახავს თვისებრივად აი ამ A წერტილის, აი როცა გვაქვს მონიშნული, ამ A წერტილის აჩქარების მოდულის დამოკიდებულებას დროზეო. ღვედი ცილინდრებზე არ სრიალებს, საწყის მომენტია ნახაზი გამოსახული მომენტიო, აგრეთვე მოგახსენეს. კი ბატონო, მოდით ახლა დავაკვირდეთ რა სიტუაცია გვაქვს. გვაქვს ღვედი. და მოდით ახლა წერტილის მოძრაობა დავყოთ უბნებად. ესე იგი ეს წერტილი მოძრაობს, აი ეს იყოს პირველი წერტილი, აი ეს იყოს მეორე წერტილი, აქ გვაქვს მესამე წერტილი, აქ გვაქვს მეოთხე წერტილი. და საწყის მომენტი არის, აი აქ არის t უდრის 0 მომენტში ჩვენი A წერტილი იმყოფებოდა აი ამ წერტილში. ეხლა თავიდან პირველ მეორე უბანზე მოძრაობს, როგორც ხედავთ, და პირველ მეორე უბანზე მოძრაობის დროს ჩვენი სხეული მოძრაობს წფივად, რადგანაც გითხრეს, რომ ცილინდრი თანაბრად ბრუნავსო. ანუ ამ შემთხვევაში პირველ მეორე უბანზე და აგრეთვე მესამე და მეხუთე უბანზე აჩქარება ნულის ტოლი არის. მაგრამ როგორც კი მოუვა ეს ჩვენი სხეული ორ წერტილში, ის დაიწყებს მოძრაობას წფივად და თანაბრად წერტილზე. მაგრამ რადგანაც წერტილზე ამ შემთხვევაში წერტილზე განვიხილოთ მოძრაობას 2-დან 3-მდე და 4-დან 1-მდე. ამ დროს მიუხედავად იმისა, რომ სიჩქარის მოდული არ იცვლება, როგორც ხედავთ, ყოველ წერტილში სიჩქარის ცვლილება გვაქვს. ოღონდ სიდიდით არა, მიმართულებით. ამიტომ სხეულს ამ შემთხვევაში უჩნდება აჩქარება ცენტრისკენული და თუ მაგალითად აი ამ წერტილის რადიუსს შემოვიღებთ, ეს იყოს r, ამ პატარა წერტილის რადიუსი იყოს პატარა r, აი ამ 2-დან 3 მომენტში, 2-დან 3 მონაკვეთში სხეულს გაუჩნდება აჩქარება, რომელიც ტოლი იქნება v კვადრატი შეფარდებული r დიდთან. ხოლო რაც შეეხება მეოთხედან პირველ მონაკვეთში სხეულს გაუჩნდება აჩქარება, ეს იყოს a1, ეს იყოს a2, v კვადრატი შეფარდებული r პატარასთან. ანუ მოდი ახლა დავახასიათოთ სიტუაცია. პირველ მეორე მონაკვეთში აჩქარება ტოლი არის a უდრის 0-ს. შემდეგ მეორედან მესამე წერტილებში, აი ამ წერტილზე დიდ წერტილზე როცა მოძრაობს, აჩქარება გახდა v კვადრატი შეფარდებული r-თან, ხოლო შემდეგ გავაგრძელოთ 3-დან 4 წერტილებში აჩქარება გახდა ისევ 0-ის ტოლი და 4-დან პირველ მომენტში აჩქარება გახდა უკვე v კვადრატი შეფარდებული პატარა r-თან. ეხლა დავაკვირდეთ ნახაზზე. ხო, ეხლა ესეც მუდმივი არის. კონსტანტა ესეც ბუნებრივია, რადგანაც რადიუსი არ იცვლება, სიჩქარე მუდმივია. ესეც რაღაც კონსტანტა არის. შესაბამისად, ეხლა ამ ნახაზებიდან g-ში მაგალითად ეს დამოკიდებულება მუდმივი არ არის, არც ეს, შესაბამისად, ჩვენ პირდაპირ შევიდა გავურიცხოთ g ვარიანტიც, b ვარიანტიც და e ვარიანტიც. გვრჩება a ვარიანტი და d ვარიანტი. ეხლა დავაკვირდეთ a-ს. თავიდან აი ეს შეესაბამება, აი ეს ნაწილი შეესაბამება 1-დან 2-მდე მოძრაობას, რაც რეალურად 1-დან 2 მონაკვეთში სხეულის აჩქარება ნამდვილად 0 არის, კი ბატონო შეესაბამება. შემდეგ გაუხდა რაღაცა აჩქარება a1, ეს შეესაბამება, ეს მონაკვეთი უკვე შეესაბამება 2-დან 3 მომენტს წერტილებში მოძრაობას წერტილზე. შემდეგ 3-დან 4 მომენტში აი აქ ჩვენ სხეულს ისევ აჩქარება გაუხდა 0-ის ტოლი და შემდეგ ისევ გაეზარდა, შეხედეთ აქ გაეზარდა სიჩქარე. A2. ეს რითი არის გამოწვეული? იქიდან არის გამოწვეული, რომ იქიდან გამომდინარე, რომ a1 შემთხვევაში ნიშნულში შედის r, რომელიც მეტი არის r პატარაზე. a1-ში v კვადრატი იყოფა r დიდზე. ანუ უფრო დიდზე იყოფა 2-დან 3 შემთხვევაში, ვიდრე 4-დან პირველ შემთხვევაში, რადგან r მეტი არის r პატარაზე. შესაბამისად, a1 აქედან გამომდინარე a2 მეტი იქნება a1-ზე. მართლაც ამ პირველ ნახაზს თუ დავაკვირდებით, 2-დან 3 მომენტში აჩქარება a1 ნაკლები არის a2-ზე, რაც აი აქ ვიწერია. ასე რომ ვასკვნით საბოლოოდ, რომ თვისებრივად ანახვაზი გამოხატავს აჩქარების დროზე დამოკიდებულებას. ამიტომ პასუხი იქნება a.